გადაცემა ჩვენებური სურნელი მოგესალმებათ ყველასათვის კარგად ნაცნობი და ასევე ძალიან ცნობილ მსახიობ ნანა შონიასთან და ჩემთან ერთად. ნანა, როგორ ხარ? შენივრად. წელიწადის რომელი დრო გიყვარს ყველაზე ძალიან მაინტერესებს? შემოდგომა მიყვარს ყველაზე. დანარჩენები ისე რა? დანარჩენები ნაკლებად. ხო, იმიტომ რომ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ უკვე ზაფხული მოლეული გაქვს და ჩამოსული ხარ უკვე დგები კალაპოტში, არა მარტო შენ ოჯახის წევრები და რაღაცნაირად ლაგდება ყველაფერი და თავიდან იწყება ახალი სეზონი და სუგონია რომ რაღაცა ბევრი საინტერესო იქნება გზა და ამდენად რომ უფრო იმედიანი გაწყობა მაქვს ხოლმე შემოდგომაზე ყოველთვის. მე კიდე რაღაც ძალიან ბევრისგან განსხვავებული ვარ, იმიტომ რომ წელიწადის ყველა დრო მიყვარს, იცი? წელიწადის ყველა დროზე ვგიჟდები და განსაკუთრებით მიყვარს გარდამავალი პერიოდები. აი, ზაფხულიდან შემოდგომაზე ეს გარდამავალი პერიოდი როა, შემოდგომიდან ზამთარზე რო გადადის, აი ეს გარდამავალი პერიოდები მიყვარს და სხვათა შორის, ეხლა ძალიან კარგ ფსიქოლოგს შეუძლია ჩვენი ფსიქოტიპის ძალიან თავისუფლად უკვე განსაზღვრა, ხო? არა, ძალიან ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. კარგი, ამას თავი დავანებოთ ეხლა და ჩვენი გოგრა. გოგრა რაღაც უცნაური პროდუქტია, იმიტომ რომ ზამთარშიც არის. კი, რა თქმა უნდა, ზამთარშია და გაზაფხულ დიდი ხნის სიცოცხლეა. დიდხანს ვარჩევ ხოლმე გოგრას, მე განსაკუთრებული გოგრა მიყვარს. ყველანაირი. დედა მასწავლა როგორ უნდა. აბა ნახოთ თუ დაემთხვევა. აი ნემსის ხო ნემსი უნდა კონდეს აღებული და ჩემს არ გქონდა. საყიდულობ და ეს თუ ჩავიდა ეს ნიშნავს რომ კანი არის რბილი და არ არის კარგი მაინდა-მაინც, ხო? გააჩნია სხვათა შორის მე მიყვარს აი რბილი კანი და ესეთი თხელი პერგამენტივით რომ ცილდება იმას რა კანი კი, მაგრამ მე მგონი იცი რა, აი კანში რო შედის კი, მაგრამ აი ამ რბილობში არ უნდა შევარდეს, მე როგორც ვიცი, შეიძლება შეხარ სწორი, შეიძლება მე, მაგრამ სხვა ჯიში არსებობს ხო ამისი გოგრის და ამიტომ მე მაგალითად უპირატესობას ვანიჭებ დასავლეთის გოგრას. ის არის უფრო სქელი, უფრო აი რო იტყვიან წაბლივით არის, რო იხარშება მასა გავს წაბლის იმას ნაყოფს თვითონ. ფანტია. მოხარშული წაბლი, ხო, ფანტია. აი ეს არის უფრო თხელი. თქვათ და ნაკლებად უნდა მაინც დაამატო რაღაცა, იქ შაქარია თუ რაღაცა ცოტა უნდა რა, ხელის წაკვრა უნდა. შენ ისეთი რაღაცა წამოგცდა ხა შაქარი, ნუ არ ვიცი, მე და შენ როგორ შევრიგდებით, არ ვიცი, მით უმეტეს შენ ჩემი მეთოდი იცი რომ შაქარი ამოღებული მაქვს, შაქარი არ. ამიტომ ვანიჭებ მე იმას უპირატესობას, რომ იმას არ ჭირდება, დამაშა. ხო, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ჩვენ ვიცით შაქრის მამნებლობა და ვებრძვით ამ შაქარს, მაგრამ ხო არის ხალხი მაგალითად არც ითვალისწინებს ამას. იმ ხალხს უთხრათ და იმ ადამიანებს უნდა უთხრათ. სწორედ და დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ ამას ეძღვნება. თუ საკვები რამდენად შეიძლება იყოს მაწყინარი, რამდენად შეიძლება იყოს სასარგებლო, რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად მომზადებულ საკვებს, სწორად მიღებულ საკვებს, სწორად შეზავებულ საკვებს, იმიტომ რომ საკვები ბუნებამ ღმერთმა ჩვენ მოგცა სამკურნალო დანიშნულებით, გარდა იმისა, რომ საზრდოა, ასევე აქვს სამკურნალო დანიშნულება და ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ. ნანა, შენ ეს დანიშნულება დაგვაიჭდა სიამოვნება, ეს თერაპია, რა თქმა უნდა, ეს არის არაჩვეულებრივი სიამოვნება, რომელზედაც არავინ უარს არ ვამბობთ, მაგრამ შენ ახსენე ხა წეღან რომ ძალიან ბევრი სახეობის, სხვადასხვა სახეობის გოგრა არსებობს. შენ როგორ იცი რამდენი, აი შენს წარმოდგენაში, აი როგორ ფიქრობ შენ დაახლოებით რამდენი სახეობის გოგრა შეიძლება არსებობდეს? მე არ ვიცი საერთოდ ზოგადად სოფლიოში რამდენაირია, მაგრამ საქართველოში აი იმის და მიხედვით თქვათ არის დასავლეთიდან, არის თქვათ ქართლიდან, აჭარაში სხვანაირია. აი ამის და მიხედვით ვარჩევ მე, მაგრამ მე მაინც მირჩევნია დასავლეთის, აი სამეგრელოს კონკრეტულად ვიტყოდი დედაჩემის სოფელია. ტენდენციური ვარ და არც დავმალავ ამას. კირცხია ესეთი სოფელი.
დედაჩემი სოფელია და იქიდან მახსოვს გვიგზავნიდნენ და ეს იყო განსაკუთრებული ასობი თვითონ ეს ასობი კვებეშია გამოგიგზავნეთ რა ქვია მეგრულად? კვებეშია კვებეშია აჰა კვებეშია მეგრელია კვებეშია მე გიტყვი ხა შენ თურმე მსოფლიოში არსებობს 100-ზე მეტი სახეობის გოგრა და ამდენივე და ამაზე მეტი დასახელების გოგრისაგან გამზადებული სხვადასხვა საკვები სხვადასხვა კერძი არსებობს, მაგრამ ეხლა რაშია საქმე? ჩვენი გადაცემა რითი განსხვავდება დაუშვათ იმ გადაცემებისაგან, სადაც ყველანაირი კერძის სწავლებას სთავაზობენ ხოლმე და რჩევებს. ჩვენი იმითი განსხვავდება, რომ აუცილებლად უნდა იყოს სწორად მომზადებული, სასარგებლო უნდა იყოს, ქიმიზმი უნდა იყოს დაცული აქ ამ ინგრედიენტების და რაც მთავარია, სამკურნალო დანიშნულება უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გაიგონებთ ხოლმე. შენც ალბათ ნანაკს მენია მიგიქცევია ყურადღება გინახავს ხო საზღვარგარეთის ძალიან ბევრი უცხოური გადაცემებია, სადაც გვაჩვენებენ ეს როგორ კეთდება, ის როგორ კეთდება, თუ რამე არსებობს ბუნებაში, ყველაფერს ერთად ყრიან და რაღაც ფანტაზია არის განუსაზღვრელი, ხო? და ფანტაზიის ნაყოფს დაუშვათ ჩვენ მოგვაწვდიან ხოლმე, მაგრამ ჩვენი ფანტაზია არც თუ ისე ღარიბი არის, მაგრამ ჩვენი ფანტაზია ემყარება სარგებელს. აუცილებლად უნდა იყოს სასარგებლო. შე რაღაცა ხოდაშორის ეს ათასნაირი ჯიში რო არსებობს გოგრის არსებობს დეკორატიული ხო? უბრალოდ პატარ-პატარა გოგრები და სუყიდულობს ხოდაშორის და ეს სამზარეულოშია ესე დავდგამ ხოლმე რომ ლამაზი იყოს ესთეტიური და ხო აი ფერიც მიყვარს განსაკუთრებით ეს ფერი ფითელი არის ცოტა მწვანე შერეული სხვადასხვანაირ ტონებშია ეს გოგრა და ყოველთვის ვცდილობ რომ მქონდეს რაღაცა კომპოზიცია გავაკეთო ესეთი სამზარეულოს თაროზე. ნანა, რას გთავაზობ დღეს? მე გთავაზობთ გოგრის სუპს. ოჰო, საინტერესოა. საინტერესოა, იმიტომ რომ სუპი ეს ისეთი საჭმელია, ანუ აუცილებლად უნდა მიიღოს წვნიანი ადამიანმა. მართალია, აი, როცა ვაკეთებ ხოლმე ამ სუპს, ჩემი შვილები ცოტა მიჭღანებიან ხოლმე, მაგრამ როცა ვიტყვი რომ არა, დღეს არის გოგრის სუპი, მაშინ უკვე სულ სხვანაირი რეაქცია აქვს ანუ უყვართ. ანუ უყვართ, კი. და არა მარტო ჩემ შვილებს, ჩემ მეუღლესაც, მოკლედ ოჯახში ისეთი კერძია, რომელსაც ყველა სიამოვნებით მიირთმევს. არც ძნელი გასაკეთებელია, დიდი სირთულე ამაში არაფერი არ არის. გვჭირდება, რა თქმა უნდა, გოგრა, ბულგარული წიწაკა, პამიდორი, მწვანილებიდან მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში. მე არ ვიცი შენ ოხრახუშს როდის უმატებ, მაგრამ ბოლოს უმატებ. ცოტათი ადრე უმატებ მწვანე ხახვს დაჭრილს და კამას და აი ერთ პატარა ლუფტი შემდეგ უკვე მამატებ ოხრახუშს. კარგი მოგაცდე ოხრახუშს. აბა ნახოთ. ეხლა ვიწყებთ ასე, უნდა დაიჭრას გოგრა და სასურველი არის კუბიკებად დავჭრათ. მოდი მეც მოგეხმარები. კანიანად ჭრი? იცი რა არის, ხან კანიანად, ხან უკანოც შეიძლება, უფრო ნაზია, მაგრამ კანიანი არის უფრო ესეთი აი ხოშიანი საჭმელია რა და ამიტომ კანიანად ხო, იმიტომ რომ კანში როგორც თქვენგან ვიცი არის ძალიან ბევრი ვიტამინი და კალცი. მით უმეტეს როცა თხელი და ყვითელი კანი აქვს, თორე აი მწვანე გოგრისგან არ ამგონია რომ კანი კაი იყოს. აი ამ გოგრას ეს სხვა ეს არის უნდა ამოიღო აქედან. ეს მოხარშულია. აქედან კეთდება ძალიან კაი ფაფა. გავაკეთოთ ფაფაც, ყველაფერი გავაკეთოთ, რომელიც დესერტად შეიძლება მიართვა სტუმარს. უდმე რა ადვილად იჭრება? ქვაფში უნდა ჩავყაროთ? აუცილებლად. ეს როცა დაიჭრება კუბიკებად, ეს არ არის მაინც ხა იმ ზომაზე დაჭრილი, მე აი პატარ-პატარა კუბიკებად შეგვიძლია მოგრძო ჭხირებადაც შეიძლება, მაგალითად დედაჩემი, როდესაც მეხმარება ამის კეთების დროს არეზარება და ჭხირებად მიჭრის ნელად ხლად და ძალიან ხო, უფრო ისეთია, პიკანტური. პიკანტურია, ლამაზიც არის, იმიტომ რომ თვალი ჭამს და თვალის ვარსო და რა თქმა უნდა, ისეთი უნდა იყოს, რომ გესიამოვნოს კიდევაც და გემრიელიც უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ნანა, რა თქმა უნდა, ყველაფერი. შენ თუ იცი ახლა ეს გოგრა რა ნივთიერებებს შეიცავს?
ნუ ეხა იცი რა, არ ჩამოვთვლით რომ იქ ვიტამინები, რა თქმა უნდა, ვიტამინებით არის მდიდარი C ვიტამინი, ამაში დიდი რაოდენობით. აი ხა C ვიტამინთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, რაღაც საოცარია ეს ბუნება. დანა. წელიწადის არც ერთ სეზონს არ გვაძლევს C ვიტამინის გარეშე. როგორ ერთმანეთს ჩაუნაცვლებს ხოლმე, ხო? ზამთარში არის ციტრუსი, მოილევა ეს ციტრუსი და სამწუხაროდ ადამიანებს გონიათ ხოლმე რომ აი რომ მოილევა ეს ლიმონი, ფორთოხალი, ფეიხოა და ეს ციტრუსები, ამიტომ დარჩებიან C ვიტამინის გარეშე. როგორც კი მოილევა ციტრუსი მაშინათვე ჩანაცვლება ხდება პრემლით, ალუჩით, კენკროვანებით. მარინა ხო? კი, კენკროვანებით. კენკროვანი. მაყვალშიც რა თქმა უნდა ყველაფერში არის. არ არსებობს მე როგორც ვიცი, არ არსებობს არც ერთი ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელშიაც აი ძირითადად C ვიტამინი არ იყოს. მე ეხლა მოილია უკვე ხო? ეს ტყემალი, ალუჩა, ანუ ზაფხულის პერიოდის C ვიტამინის შემცველი ხილი და მოგცა გოგრა, რომელშიაც არის დიდი რაოდენობით C ვიტამინი და გაზაფხულამდე მიგვაცილებს. ამაში კიდევ არის კაროტინი. კაროტინი კიდე რაშია შენი სტაფილოში? აბა ეხლა მითხარი ამ არ არის სტაფილოში? კი, როგორ არა? არა, სტაფილოში არის. შენ მე მითხარი ხა გოგრაში უფრო მეტი კაროტინია თუ სტაფილოში? მე მგონი რომ სტაფილოში მაინც უფრო მეტია. მე მოგიგეშენ, იმიტომ რომ 5ჯერ მეტი კაროტინია. გოგრაში ვიდრე სტაფილოში და 3ჯერ მეტია ვიდრე ღვიძლში საქონლის. ნუ ესე იგი რამდენად უნიკალური სუპერ კაროტინი. აი მართლა იცი აი მე გოგრას ნანა ვეძახი ოქროს ბურთს. რატო ვეძახი ოქროს ბურთს? იმიტომ რომ შენ წარმოიდგინე უნიკალური ნივთიერებების საბადო არის და გარეგნობითაც ხო ისეთი არის რაღაც ბურთივით არის ოქროსფერია. კი, ლამაზი ძალიან ესეთი კაი შესახედია კი. მე მაგალითად აი რო იყიდება ხოლმე გზაში, ქუჩაში რო გაევლი და აი ესე რო აქვთ გამოტანილი ბევრი სხვადასხვანაირი გოგრა, აი არასოდეს გულგრილად არ ჩამივიღია მაგალითად. ნუ თვალს მაინც გავაყურებ, წყალს მაინც დავალევინებ ხოლმე თვალში, არ ვიყიდო ყოველთვის, იმიტომ რომ ძალიან პრეტენზიული ვარ გოგრის ყიდვის დროს. და განსაკუთრებით მე მხიბლავს გოგრაში ერთ-ერთი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თვისება, რომ ის არის დიეტური პროდუქტი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ისეთია, რომ შეჭამ დანაყრდები და არა გაქვთ თქვათ იმის შეგრძნება, რომ ვიშიმშილე. ეს თვისება, რომ ეს დიეტურია, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის და იყო და იქნება ალბათ ყოველთვის. კი, ყოველთვის. იმიტომ რომ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ არ არის თქვათ ისე ხშირად, რომ რაც არის დიეტური, ის არის გემრიელი და სასარგებლო. თანხმედრაშია ძალიან ესეც წარმატებულ თანხმედრაში. ხო და მაშინ მახსოვს ის პერიოდი, როდესაც გვიგზავნიდნენ გოგრას ძალიან აქტიურად დასავლეთიდან და მახსოვს, რომ იმ გოგრას ჩემს გარდა მაინდამაინც არავინ არ ეტანებოდა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემთვის გადადებული, აი ეს დიეტაზეა და ამიტომ შენიცი და მოკლედ შენ მაქალობა, როგორი დიეტა. უმიც რა გემრიელია? უმიც გემრიელია, სხვათაშორის არაერთხელ მიჭამია უმი გოგრა ხანდახან რომ გეჩქარება და რომ გში გინდა ვერით მე ხოლმე და გამისიჭა. ხო და ამ გოგრას რომ იმაშვებოდი რა ქვია, მოვხარშავდი, მე აი როგორ გითხრათ, სრესტი. ცოტა აი თავისივე ნახარში ის იყო ტკბილი, თქვათ იმას არ ჩაქარი უნდა, არაფერი შეკმაზვა და მე მივიღებდი ხო ისეთ სქელ მასას, რომელსაც ვდებდი რაღაცა კონტეინერში და მიმქონდა ეს მე რეპეტიციაზე იქნებოდა გადაღება. მივიდიოდი ამ ჩემი კონტეინერი რეპეტიციებს შორის, ხანდახან ხო რომ თეჩდილით მიდიხარ და ღამე მოდიხარ, იმიტომ რომ ხდება ესეთი პერიოდები არის, თქვათ სპექტაკლში პრემიერის წინ და ასე შემდეგ. მე მქონდა ჩემი გოგრა და ვიკვებებოდი ამით, მაგრამ რაც თავარია, ყველას ირგვლივ უნდა და ეს ჩემი გოგრა. ყველა მიყურებდა აი ესეთი თვალებით და ყველას უნდა ეს ეჭამა მაინდამაინც ეს ჩემი დიეტური თვითონ ბუფეტში შედებოდა გაკეთება. თვითონ იქ იყო ბუფეტი, ხოშიანად ჭამდნენ იქ რასაც უნდა შემწვარ მოხრაკულებს და 1000 გვარაღ, მაგრამ მაინდამაინც ყველას უნდა ჩემი გოგრა და ყველა მე აი ერთი ковსი გამასინჯე და დღესაც ჩემი მეგობარი იხსენებს, აი შენ რო ის გოგრა დაქონდაო, სულ მინდოდაო, რომ აი
იქიდან მეჭამა მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაფერი ეჭმება, ის არასდროს დიეტობს, იმიტომ რომ მაინც და მაინც ის რაღაც მოსწონდა შენი კაკეთი მევჭამდი ამას გემრიელად ეთყობა. თუ არ ვიცი ეს აკრძალული ხილი იყო მათთვის, რადგან ეს დიეტური იყო. არ ვიცი. დიეტური. აი ხა მწვანე ბულგარული აუცილებლად კარგია რომ წითელი ბულგარული. ეს ნანა რა უნდა ვქნათ ეხლა ეს უნდა დავდგათ. ეხლა ჩვენ ამას უნდა ჩავასხათ ცოტა ოდენი წყალი, აი სულ ჭიქაში გვაქვს ეს აი. მივხვდი რომ ცოტა ჩაითუშოს, ხო? ეს უნდა ჩაითუშოს. მერე ოდნავ რომ მოითუშება, ყრით წითელ ბულგარულს, ცოტას კიდე წყალს დავასხოთ, რომ ალბათ რომ რაღაც თავისებური წვენი გქონდეს. და პამიდორს. ეს რაღაც ალბათ ერთ ხუწუჩი. კი. ხუწუჩი კი ბატონო. მე ამას დავადგამ ეხლა. კი. მეც დაგეხმარები ეხლა. ესე ოღონდ ეს უნდა იყოს არც მაინდა მაინც მაღალ ცეცხლზე. დაბალ ცეცხლზე. საშუალო. დაბალზე ცოტა ოდნავ მაღალი. ეხლა ამასობას ჩვენ აუცილებლად ჩვენ ეხლა დავჭრათ ეს ბულგარული წითელი დაჭრილია, პამიდორი გვინდა კიდე. ნანა, მე რა მინდა, იცი უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ ეს კაროტინი რაც შედის გოგრაში. გოგრაში კი. არაჩვეულებრივია მხედველობისთვის არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, აი ნახავთ როგორ გაგიუმჯობესდებათ მხედველობა. ასევე ძალიან კარგია თმის სტრუქტურისთვის, სახის კანისთვის და რაც მთავარია, გაგიკეთებია შესახის ნიღაბი გოგრით. არა სხვათა შორის არასოდეს. მე მაშინ გასავლი. ქალბატონოს გაწყვეტინებთ, მაგრამ თითქოს რაღაცა ალერგიულობაზე როგორ აი გამიგია რომ თითქოს ვიღაცებს აქვთ ალერგია. ძალიან კარგი რომ ეგ შეკითხვა დასვე ნანა, იმიტომ რომ შეიძლებოდა რომ მე ამისთვის რაღაც გვერდი ამეხვია, კი არა, დამვიწყებოდა უბრალოდ და ეს არ მიმეღო მხედველობაში. გოგრა კი არ იწვევს ალერგიას, ნიგოზი კი არ იწვევს ალერგიას. ეს შეიძლება იყოს ელემენტარულად ალერგენი. ალერგია რა არის? როდესაც ორგანიზმი არის ტოქსიურ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანი არასწორად იკვებება, ცუდად იკვებება, ორგანიზმი არის უკვე დადრგუნული, იმუნური სისტემა არის დაქვეითებული, თორე ნორმალური ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმს, როდესაც მისი იმუნური სისტემა ყველა ორგანო ფუნქციონირებს სწორად და კარგად, არავითარ შემთხვევაში ალერგიული რეაქცია არ ექნება. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ თვითონ ჩვენი ორგანიზმი არის ტოქსიურ მდგომარეობაში და ამიტომ რაღაც გარკვეული პერიოდი, რომ აი იმ ალერგენს ჩამოვიცილებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება იმ საკვებზე გქონდეს დაუშვათ ისეთი ცუდი დამოკიდებულება იმ საკვებთან. აბა რა უნდა გავაკეთოთ, ალბათ მე დღეს მაყურებელი, რა უნდა გავაკეთოთ და უნდა გავისუფთავოთ ჩვენი ორგანიზმი, გავიწმინდოთ ტოქსინებისა და შლაკებისაგან, უარი უნდა ვთქვათ ცუდი საკვები პროდუქტების მიღებაზე და თქვენ დაინახავთ როგორც კი გადახვალთ სწორ ჯანმრთელ კარგ კვებაზე, მაშინ უკვე თქვენ ალერგია აღარ გექნებათ არც სტაფილოზე, არც ციტრუსზე, არც გოგრაზე და არც თაფლზე და არაფერზე, იმიტომ რომ იცით რა, ადამიანებს რატომაც გონიათ, რომ თუ რაღაცა არს ტკივა, ის არის პრაქტიკულად ჯანმრთელი. მაგრამ ეს უკვე როდესაც რომელიღაცა პროდუქტზე შენ გაქვს ალერგია, ის უკვე გამანიშნებელია იმისი, რომ შენს ორგანიზმში რაღაც ცვლილებები მიდის და ამიტომ გამომწვევი მიზეზი უნდა მოხსნათ ამისი და არა ის, რომ ვთქვათ, რომელიღაც პროდუქტზე უარი. კი ბატონო, ვთქვათ დროებით უარი, სანამ ჩვენ გავისუფთავებთ ორგანიზმს. ეხლა აი ჩვენ დავჭერით ახლა მე პამიდორი კუბიკებად. აბა შევხედავ ეხლა. მე მგონი ცოტა არ მოტყდა ეგა? ნახავ ეხლავე ამ წუთას შევხედავ. თუ არა შეიძლება ცოტა ვთქვათ მეტი დრო ცოტა დიდხანს იყოს, ცოტა ოდნავ დიდხანს იყოს, დავახანოთ და მე ცოტა ამას წყალსაც დავუმატებ, რომ ცოტა უფრო ადვილად 1-5 წუთი. შეიძლება, ხო? ნანა, მე მინდოდა მეთქვა ნიღაბზე, გოგრით როგორ უნდა გაკეთდეს ნიღაბი. არაჩვეულებრივი ნიღაბი კეთდება, უნდა მოვხარშოთ გოგრა. აი ეს უკვე მე წინასწარ მოვხარშე ეს გოგრა. უნდა გავსრისოთ. არ უნდა რბილობი უნდა გავსრისოთ კი და თუ ადამიანს აქვს დაუშვათ მშრალი კანი, უნდა ჩააწვეთოს ლიმონი და გასუფთავებულ სახეზე, ოღონდ თვალების გარშემო არა. დანარჩენ სახეზე ჩვენ შეგვიძლია დეკოლტეზედაც გავიკეთოთ და არაჩვეულებრივი მკვებავი საშუალება, იმიტომ რომ
გოგრაში როა მთელი ვიტამინების, ფერმენტების, მინერალების კომპლექსი. უამრავი აი ეს ნივთიერებებია, აი ამდენი სხვა პროდუქტში და სხვა ხილში და ბოსტნეულში იშვიათად თუ მოიძებნება, იმიტომ რომ თავყრილობაა. ხოლო თუ ვინმეს აქვს დაუშვათ მშრალი კანი, იმათვის ლიმნის წვენი არ შეიძლება. იმათ უნდა დაუმატონ ერთი ჩაის კოვზე თაფლი. და თაფლი არბილებს სახის კანს, ხდის ძალიან ნას, ძალიან გლუვს და ამიტომ აი ვისაც მშრალი კანი აქვს, კვებავს კანს. ეს რაც შეეხება ჩვენს კოსმეტიკურ საშუალებას გოგრისგან. ანუ, როდესაც ხარშავთ გოგრას, ჩვენ მრავალმხრივი საშუალება გვაქვს გამოვიყენოთ დანიშნულება, მივცეთ მრავალფუნქციურია, მოდი ესე ვთქვათ გოგრა, ხო? კი ბატონო, მრავალფუნქციური, კარგია, კარგი სიტყვა მომწონს. მრავალფუნქციური. და ის შავი ქლიავი რისთვის გინდა? მე არ მჭირდება და შენ გჭირდება რა? შავი ქლიავი სუფში ვამატებ ხოლმე შავ ქლიავს და იცი მართალი გითხრათ, ცოტა უკვირთ ხოლმე და რა თქინდა შავი ქლიავის დამატება. მე ძალიან პიკანტური იქნება. ძალიან პიკანტურია და ძალიან უცნაურ გემოს აძლევს, მაგრამ საინტერესოს. გემო ხო, შეიძლება იყოს საინტერესო, უცნაური. მე მიყვარს საერთოდ უცნაური გემოები და რაც უფრო უჩვეულოა, უფრო ინტერესით ვჭამ ხოლმე. მაგრამ ნანა, შენ ამბობ, რომ ეს არის უჩვეულო გემო და გემოვნებაზე აკეთებ აქცენტს, მაგრამ მე ხა მინდა ვიყო ძალიან ისეთი ექსპერტი, იცი, მკაცრი ექსპერტი, ნამდვილად ჩვენ მეგობრობას აქ არაფერი არ ესაქმება ამ შემთხვევაში ამის გულისთვის არ გეუბნები, ამიტომ არ გეუბნები. შენ რასაც აკეთებ, შენ კი აკეთებ ამას გემოვნებით, მაგრამ იცი რომ აბსოლუტურად ქიმიზმი ისე გაქვს შერჩეული ამ ყველა პროდუქტების, რომელიც ერთმანეთთან შეთავსებადია. აი არც ერთი ეხა მე ექსპერტის თვალით გიყურებდი და არც ერთი ინგრედიენტი არ შეგიტანია ისეთი, რომელიც დაარღვევდა მათ ქიმიზმს. ანუ პირდაპირ შეგიძლია თქვა, რომ ეს არის ჯანსაღი კერძი. აი ის შავი ქლიავიც კი, ხო? რომელიც ასევე მინერალების, ფერმენტების და ვიტამინების ნაკრებია, ხო? კი. ჯერ ერთი ვიცით, რომ კუჭის მოქმედებისთვის არაჩვეულებრივი არის, არაჩვეულებრივია. ვიტამინებით ვიტამინიზირებულია, ფერმენტებით მდიდარი არის, კუჭის მოქმედებას უხდება. გოგრა თავისთავად კუჭის მოქმედებისთვის და პერისტალტიკისთვის არის არაჩვეულებრივი საშუალება და ვისაც დაუშვათ აქვს კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები. შენ არ დაგვეწეს რაღაცა. აბა ჩახედე ნანა. ჩავეხედოთ. კურს მოხცე, მაგრამ ნახე მე მგონი უკვე შეიძლება. ჯერ ბულგარულს ვყრით, ხო? ჯერ იყრება ბულგარული, უკაცრავად. მწვანე ბულგარულიც ალბათ. მწვანე ბულგარული და ხო, აი სულ რაღაცა ორი. შავი ქლიავი დავჭრა? მე მოგეხმარები დაგიჭრი. როგორ დავჭრა? წვრილად ალბათ, ხო? წვრილად, ხო, რაც წვრილად. ნახე, თან როგორი ფერთა გამა. მაგრამ ის შეიძლება წვრილადაც არ დაჭერს, მაგრამ რადგან ის დამბალია, ის თავისი ჩაიქნება. ჩაიქნება, კი. აი ხა ეს ორნაირად შეიძლება, ესე იგი შეიძლება რომ ჩავხარშოთ კიდევაც. ესე იგი რა ფერთა გამა გვაქვს ნანა? არაჩვეულებრივი. ყვითელი, წითელი, მწვანე, შავი და ჭრელა-ჭრულა, არაჩვეულებრივი. ეს არის ვიტამინების კომპლექსი. ამაზე გემრიელი რა უნდა იყოს, არ ვიცი. ხა ერთი სული მაქვს, როდის დავაგემოვნებ და უხრა კაი სულია. რა შეეხება ცხიმს, რას უმატებ? ცხიმს ცოტაზეც უმატებ. ზეითუნს? კი, ზეითუნის ზეთი. კი, აი აქ გვაქვს ზეითუნის ზეთი. ორჩით ახლა ეს თავარი ის გაკეთებულია. ძალა. და ახლა უკვე წავიდა წვანილები. აი შავ ქლიავსაც გაძლევ და უმატებ. ბატონო. დაგიჭრა მწვანილები, მწვანილი, მწვანე ხახვი და დავჭრა და კამა, კი. ნადა. ეს შენი მოფიქრებული კერძია? იცი რა არის?
ჩემი მოფიქრებული მთლად არ არის, მაგრამ ვიბრალებ ჩემ თავზე, მაგრამ ესეთი გაძლევს ესეთ ფანტაზიის, იმპროვიზაციის საშუალებას, იმიტომ რომ შეიძლება უცბად, აი ხანდახან ვაშლიც გამიკეთება. ვაშლიც მოუხდება, ვაშლიც მოუხდება. ცოტა ქიშმიშიც ჩამიყრია. შეიძლება არ ძალიან გვამს ეს, მაგრამ კი, კარგი იქნება. ჩამიყრია და აი ხო, რა თქმა უნდა, ძალიან ისეთი ცოცხალი გამოწე, ვაშლი მაინც ძალიან აცოცხლებს და ნუ ხა ეს წვანილები ხო საერთოდ განსაკუთრებით მინდა იმ ადამიანებს უთხრა გოგრის დადებითი თვისება, ვისაც გულსიზრახთა სისტემა აწუხებს, იმიტომ რომ მას გამოაქვს სისხლძარღვებიდან ცუდი ქოლესტერინი. აბსოლუტურად ჩვენს ორგანიზმს ანთავისუფლებს ცუდი ქოლესტერინისაგან და ამიტომ ვისაც მაღალი ქოლესტერინი გაქვს, არაჩვეულებრივი საშუალებაა გოგრა და სწორედ აი ხა გამოიყენეთ სეზონი, რომელიც მთელი ზამთარი არის გაზაფხულის პირამდე, თითქმის ყოველ დღიურ ულუფაში ჩართეთ. გნებავთ ორთქლზე მოხარშული გოგრა, გნებავთ აერღუმელში გამომცხვარი გოგრა, გნებავთ ისეთი სუპის სახით, ან და თქვენი იმპროვიზაციით რას დაამატებთ, ოღონდ უნდა დაამატოთ ისეთი რაღაცა, რაც აი ამის ქიმისს, აი ამ სუპის ქიმისს არ დაარღვევს. და კიდევ 1000 ვარიანტი არსებობს გოგრისა. შენ რას აკეთებ კიდე გოგრისგან? გოგრისგან მე ვაკეთებ დესერტია, ესეთი, როცა ოღონდ ეს ხდება ღუმელში ხდება ხო და არა ზევიდან. ეს არის გოგრა უნდა ავიღოთ, აი თქვა დავიღეთ ხო გოგრა და აქ უნდა მოიჭრას, ამას ძირითადად მამაკაცები მიკეთებენ ხოლმე, აი ესე თხლად უნდა მოიჭრას თავი, ესე ქუდივით უნდა იყოს. მერე შიგნით აი ეს რაც არის კურკები, რომელსაც ასევე ვიყენებ რაღაცეებში, ის უნდა კარგად ამოიფხიკოს, ესე ნიჩაბივით რაღაც მაგ სპეციალურად. ანუ აი ეს თესლი უნდა ამოვიყოთ იქიდან, ხო? და თესლიდან გავანთავისუფლოთ, კარგად ცოტა გამოვავლებ ხოლმე კიდეც, მერე ცოტა ხანი ვაშრობ ამას და მერე უკვე წავიდა მთელი ამბები იწყება, იმიტომ რომ ანუ ფარშირებული მეტი. შიგნით არის ფარშირებული და ვიწყებ ეს ყველაფერი გამზადებული მაქვს, ეს არის ქიშმიში, ნიგოზი, თვითონ გოგრის კურკა, ეს გულები, კურკები. მოხალავ ამას თუ რა მოხალულიც არის. შეგიძლიათ მოუხალო, მე მიყვარს მოხალული, ოდნავ, შეხალული როგორც ითქვა. და ასევე ისიც ნიგოზიც, შავი ქლიავი, ქიშმიში, გარგლის ჩირი, ჩირები, ცუკატებიც შეიძლება და ბრინჯი. რომელი ბრინჯი, თეთრი თუ ყავისფერი? მე მიყვარს ყავისფერი ბრინჯი. სწორი ხარ. იმიტომ რომ ფერშიც უფრო ისეთია, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ერწყმის ამ ყველაფერს და ფერიც და თვითონ მე როგორც ვიცი უფრო სასარგებლოც არის, ხო და გემრიელიც არის უფრო თეთრ ბრინჯთან შედარებით უფრო მეტად სარგებლიანია, მაგრამ ეხლა ალბათ შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს გაუკვირდეს იმ ადამიანებს, ვინც ჯანსაღ ცხოვრების წესზე და ჯანსაღ კვებაზე არის ორიენტირებული. ხა რა ხდება ნანაიცი? ჩინეთში და იაპონიაში ჩაუტარებიათ გამოკვლევა. 350,000 ადამიანი გამოუკლებიათ. ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ერთ ულუფას, თუნდაც ერთ ულუფას თეთრ ბრინჯს მიირთმევდნენ და ბრინჯისაგან გამზადებულ რაღაც გარკვეულ კერძს, ხო? და აღმოაჩინეს, რომ მათი ესე იგი შაქრიანი დიაბეტის ოღონდ ტიპი 2-ის რისკი ძალიან მკვეთრად არის გაზრდილი. ანუ სხვათა შორის აი ეს რო წავიკითხე, აი ეს ჩემი ვარაუდები, რომელიც აი ყოველთვის ვცდილობ რომ ბრინჯს მოვერიდო. და ამან მომცა კიდევ უფრო მეტი სითამამე, იმიტომ რომ როდესაც მე რაღაცას ვამბობ, ერთი მერცხლის მოფრენა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ერთ მერცხალს კიდევ ძალიან ბევრი შეიძლება კონკურენტი გამოუჩნდეს იმ ტერიტორიაზე, სხვა ჩიტები დაფრინავდნენ და დაკორწნონ. ხო გესმის არა რაზედაც არის ლაპარაკი. ამიტომ როდესაც რაღაცა ჩემს თეორიას ვავითარებ ხოლმე, ფრთხილიც ვარ, მაგრამ არ მეშინია, მაგრამ მაინც ვამბობ იმას და გამართლდა ის ჩემი თეორია, რომ მაქსიმალურად შეზღუდულად 1000-ში ერთხელ, აი დავუშვათ თუ მოხვდებით სადმე სუფრაზე და მოგინდათ ბრინჯის ფლავი, კი ბატონო, მიირთვით ეგ არაფერს არ იზავს, მაგრამ ყოველდღიურ მოხმარებაში თეთრი ბრინჯი რისკის ფაქტორებს ზრდის, რომელი დაავადების, ეს არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
გარდა ამისა, ის რაც იაპონელმა და ჩინელმა მეცნიერებმა მოგვაწოდეს, ეს ერთია და რაც არის უკვე მოცემული. მაგრამ მეორე არის, იცით, კუჭნაწლავისთვის არანაირად არ არის სასარგებლო, იმიტომ რომ ცარიელი სახამებელია. და მე როგორც ვიცი, პირიქით შეკრულობასაც იწვევს. შეკრულობას იწვევს, კი, და ადამიანების ზოგადად მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 80% და უფრო მეტი შეკრულობისაკენ არის მიდრეკილი, იმიტომ რომ არასწორი კვებაა მთელ მსოფლიოში გამეფებული. ხო, დღეს ბატონობს არასწორი კვება. ძალიან იშვიათია, რომ ადამიანმა დაუშვათ მიაქციოს ყურადღება თავის ჯანსაღკვებას, თუმცა ვისაც არ უნდა კითხო, ყველა ჯანსაღად იკვებება და როგორც კი შეეკითხები, აბა მითხარი როგორ იკვებები და იწყება რომ დაუშვათ აი ბულგარული წიწაკა, დაუშვათ პამიდორი, მაგრამ მე მოასხავენ ისეთ ინგრედიენტებს, სადაც აბსოლუტურად იკარგება ისი ჯანსაღი. აღარ ვიტყვი უკვე რა პროდუქტებს და რა ინგრედიენტებით შემოსავენ ხოლმე ამ თუ იმ პროდუქტს და ამიტომ ესე იგი ბრინჯი ეხა რასაც შენაკეთებ ნანა ეს ხო არის სტუმრებისთვის 1000-ში ერთხელ კეთდება. ხდება ხო რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ აი რაღაც რომ თავი გაინები რომ შენი ხელოვნება კი დაანახო ხო შენ სტუმარს კი ბატონო მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში გააკეთეთ ეს ყველაფერი მაგრამ ბრინჯით ნუ ბრინჯი 1000-ში ერთხელ სხვა შემთხვევაში ყავისფერი ბრინჯი ყავისფერი ბრინჯი კი ბატონო გამოსავალი არის ყავისფერი ბრინჯი კი ბატონო ეხლა რა ვქნათ ეს ეხლა გვინდა მწვანილი შეგვიძლია რა თქმა უნდა მარილი დავამატოთ ცოტა აუცილებელია გემოვნებით ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის და თქვენ ვინც არ იცით კიდევ ერთხელ გეტყვით რომ მარილი აუცილებელი მინერალური ნივთიერებაა რომელიც ზომიერად უნდა მიიღოთ დღიური ნორმა არის 1 ჩაის ყოვზი რომელიც უნდა გაანაწილოთ სხვადასხვა პროდუქტებში და კარგია რომ ეს იყოს ქვამარილი სასურველია ხო ქვამარილი ხო და ამიტომ ნანა მე რა შვები ხოლმე იცი შენ როგორც გინდა ახლა გააკეთე მაგრამ მე ვეუბნები ჩემს პაციენტებს და ჩვენს მაყურებას როდესაც კერძი არის მზად და უკვე თავის თეფსზე გადაიღებენ იმიტომ რომ განსაზღვრონ რამდენად სწორად და ზომიერად ხმარობენ მარილს ხო თავიანთ თეფსზე დაუმატონ მარილი და გარდა ამისა, როდესაც მარილი ხდება თერმულ დამუშავებაში, ასეთ შემთხვევაში ის უკვე არაორგანულ ნატრიუმში გადავა და ჩვენ ორგანიზმს სჭირდება მხოლოდ ორგანული. ამიტომ ორგანული მარილი არის თქვენს თეფსზე, თქვენ თვითონ ზომიერად რომ მოაყრეთ და როგორც კი თერმულ დამუშავებას განიცდის უკაცრავად მარილი თუ სხვა ნებისმიერ ესე იგი მინერალური ნივთიერება ის უკვე თავისთვისებას კარგავს და აი ესეთ შემთხვევაში უკვე ის აღარ არის სასარგებლო და მავნებელია. ეხლა სხვადასხვა აი ამას როცა ვაკეთებ აი ამ გოგრის დესერტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ თაფლს გავუკეთებ. კი არის თქვა სხვადასხვა შენ რომელი თაფლი გიყვარს? მე მიყვარს წაბლი. აი და წაბლს უკეთებ. ამას ხდება წაბლის. კი, გოგრას უხდება წაბლი. შეიძლება იქ ცაცხვი, აკაცია, არა, წაბლი უხდება, მუქი ფერი. წაბლი ძალიან უხდება. ძალიან ცოტა აი როგორ თქვა ეს სიტყვა მკვეთრი გემო დაყვება და ეს მომწარო გემო აქვს. ცოტა ოდნა მომწარო გემო. თუმცა დანარჩენი ყველაფერი იმდენ ტკბილეულია შეჯაშვებული რომ ეს მაინც შენ იცი რომ წაბლის თაფლირისთვის არის ძალიან კარგი გული თავადყოფებისთვის კი ვისაც გულის უკმარისობა აქვს და გულს იზღავთა სისტემა აწუხებს არაჩვეულებრივი არის წაბლის თაფლი საერთოდ საოცარი პროდუქტი აი საოცარი თაფლი არის საოცარი პროდუქტი ნანა და მე ვიცი ერთი თქვენი საიდუმლო რომ თქვენ გაქვთ განსაკუთრებულად რაღაცა დესერტი ბავშვებისთვის. ხო, იმიტომ რომ ეს ხო სულ პრობლემაა, რა ვაჭამოთ ბავშვებს დესერტად, იმიტომ რომ ჩემი შვილები პირადად სუმთხოვენ, რომ აი როცა საჭმელია, რომ უნდა სასუსნავი აუცილებლად, ეს არის კანონი. ყველას გვინდა სასუსნავი ბავშვებს, ბავშვები განსაკუთრებულად. მე ვცდილობ რომ რაღაც ესეთი მავნებლობები მაინდა-მაინც არ მივირთვა და ჩემ შვილებსაც სულ ვურჩევ რა როგორ გავაკეთო, მაგრამ აი თქვენ იცით განსაკუთრებული რეცეპტი გაქვს? საქმე იმაში კი არ არის, რომ ჩვენ რომელიმე საკვე პროდუქტზე აი საცუცნავზე უარი ვთქვათ და თავი შევიკავოთ. არა, საცუცნავიც უნდა იყოს, ოღონდ სწორად გაკეთებული უნდა იყოს და მე აუცილებლად გასწავლით. განსაკუთრებით მათ, ვისაც პატარა ბავშვები ყავთ, იმიტომ რომ იცით რა, ბავშვს უნდა ტკბილი, მოზარდს უნდა ტკბილი, დასწრულ ადამიანს უნდა ტკბილი. ჩვენ როდესაც მუშაობთ, ვაზროვნებთ, ფიზიკურად თუ გონებრივად, ჩვენ გვესაჭიროება ორგანული შაქრები.
ეხლა როდესაც ტკბილზე გვიჩდება მოთხოვნილება, ნანა, ჩვენი პირდაპირი სამიზნე რა არის? შოკოლადი, ტორტი, ნამცხვარი, ანუ საკონდიტრო პროდუქტი, ხო? რა თქმა უნდა. და წარმოდგენა არა გვაქვს, რომ ჩვენ აი ამ შაქრებზე როგორ შეიძლება დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნილება, ასევე ორგანიზმის მოთხოვნილება დავაკმაყოფილოთ სწორად. და სწორად აი ამისთვის გასწავლით ახლა როგორ უნდა გავაკეთოთ გოგრის მარმელადი. ოღონდ ჯერ ზეთი დავუმატოთ სიმას. არა, ჯერ ზეთს ვერ დავუმატებთ. აი, ეხლა უნდა შენიშვნა მოგცე. როდესაც ჩვენ გადმოვდგავთ, ხო, უნდა გადმოვდგათ უკვე. როდესაც ჩვენ უკვე ჩვენს მერე ემატება ფიალებში გადავისხავთ. თვითონ ფიალებში. მე აქ ერთი ჩაის კოვზი, იმიტომ რომ მე ხო უნდა გავაცხელოთ ეგა და არავითარ შემთხვევაში ზეთი არ უნდა მოხდეს თერმულ დამუშავებაში. როდესაც თქვენ უკვე თქვენს თეფშზე გადაიღებთ კერცს, იქ უნდა 1 ან 2 ჩაის კოვზი, ამასაც ზომიერება სჭირდება, უნდა ისაქმნათ. ეხლა წყალი უნდა დავასხათ, ხო, უკვე რომ წამოტუხდეს შესაბამისი რაოდენობის, არა? რომ იცოდეთ, ეხლა აქ რა ხდება? აი, არ ვიცი, ნუ, აქ ხდება რაღაც სასწაული. რომელი ფიალა ავიღოთ? აი, ეს ავიღოთ გამჭვირვალე და აი ამაში გადმოვასხათ, ხო? რომ გამოჩნდეს მთელი სილამაზე, კი ბატონო. მისი სილამაზე, იმიტომ რომ მინდა რომ გაუნაწილო ეს ჩვენს მაყურებელს. ეხლა, ნანა, ჩვენი გადაცემა, ჩვენებური სურნელი მარტო ჭამასმაზე არ არის ორიენტირებული და ერთი შენი სურნელი, რომელიც შენ ან თეატრიდან, ან ბავშვობიდან, ან ახალგაზრდობიდან, ან შენი დაუშვათ ბეიბის სოფლიდან, ან რა შენი ოჯახიდან, რაღაცა მოგვიყევი ახლა, გაგვანები რეცეპტი. სურნელი, სხვათა შორის განსაკუთრებულად მახსოვს ბებიაჩემის სახლის. როდესაც რომ ჩავიდოდით ხოლმე, ზუგდიდში ცხოვრობდა ბებია, იქ მუშაობდა, ქირურგი იყო და ძალიან ჭირდებოდა იქაურობას და მოკლედ ვერაფრით ვერ დავითანხმეთ, რომ ჩვენთან წამოსულიყო საცხოვრებლად. ბოლო წუთამდე, აი სიკვდილამდე იდგა საოპერაციო მაგიდასთან. რა ხნის იყო? 84 წლის იყო და მუშაობდა ბოლომდე? კი, თითქმის ბოლომდე, სულ რამოდენიმე თვე იავადყოფა და მახსოვს რომ მივდიოდით ხოლმე ზაფხულში, რომ გავახებდი კარებს ბებიას სახლის. მეცემოდა თავისებური სუნი, რა თქმა უნდა, ეს იყო არეული წამლის სუნში, იმიტომ რომ ერთი ოთახი იყო, პატარა ოთახი, სადაც იდგა ესეთი რკინის ყუთები, იქ იყო ბევრი წამალი, გადასახვევი ისინი, დოლბანდები და 1000 ხელსაწყოები ბავშვობიდან სულ ამაში გავიზარდე, რატომღაც ყველას ეგონა რომ მე შეიძლება ექიმი გამოვიდო, რომ მაინტერესებდა ეს ყველაფერი, ის წიგნები, რასაც ძებია. დღესაც გაინტერესებს ეს სფერო. ხო და აი ის სუნი არის არ დამავიწყდება. სხვათა შორის ჩემს ბიძაშვილს, რომელიც ასევე ჩემი ბებიის შვილიშვილია, დაწერილია კიდეც ამაზე მოთხრობა. კი, როგორი სურნელია აი ბებიას კარატე გარდაცვალების შემდეგ როგორ გააღო ბებიას კარატე და იქიდან გამოვიდა თითქოს გამოვიდა ბებია, ისეთი სუნი იყო საკმაოდ მკვეთრი, სუყე და აი თითქოს დროს არც კი მოქმედია ამ ყველაფერზე, როცა მის ნივთებს შეეხო, აი გამოიღო მისი პალტო, რაღაცა ნივთები, ეს იმდენად დიდი დოზით იყო ეს სურნელი, რომ აი ჩემო ბიძაშვილმა ისიც კითხა, რომ თითქოს მე აქეთ-იქით ვიხედებოდიო, ძებნა დავიწყე ბებიას. რომ თითქოს იქ უნდა ყოფილიყო. მოხდა ჩემ დაუნებურად, რომ დავიწყე ძებნა, თუ სად არის ბებია. და დღესაც მაგალითად ერთ მის ნაჩუქარ ბეჭედს ვატარებ ხოლმე და მართალია იმას სუნი რა თქმა უნდა აღარ აქვს, მაგრამ აი ხშირად აი ეს მიმიტანია ხვირთან, რომ ხო აი შემთხვევით ხო არ გაჩნდა ისევ საიდანღაც ხო არ მოვა. ნანა, შენს თვალებში ხა ცოტა ცრემლები შევამჩნიე და აბსოლუტურად ეხა უცბად ჩემი ქმრის ასოციაცია გამიჩნდა, იმიტომ რომ როდესაც ის ბებიაზე ყვება ხოლმე, მე არ მახსოვს რომ ჩემს მეუღლეს ბებია გაიხსენებინოს და თვალზე ცრემლი ამხნის კაცია უკვე და ცრემლი არ მოსდგომოდეს. გარდაცვლილია მისი ბებია და ვერასოდეს ცრემლის გარეშე ვერ იხსენებს ხოლმე და ეხა მოკლედ მე ძალიან კარგად მესმის შენი ემოცია. სხვათა შორის მარკესა აქვს თუ არ ვწდები ნათქვამი, რომ როდესაც ადამიანი მიდისო,
ისო თავის ნივთებიანად უნდა მიდიოდეს. ეს რომ არ დატოვოს. ის ნივთები არ გარჩეს იმას გარდა სუნისა ის ხო ბევრი მოგონება გაქვს და აი სულ იმაზე ფიქრობ თქვათ რომ შეიძლება ის მას ხელში ეჭირა. ხო იმას სხდნელი შეიძლება არ ქონდეს, მაგრამ ის შეხება შეიძლება შერჩენილია კიდეც ახლა მე ცოტა ესეთ სევდიან იმაზე გადავედი, მაგრამ ესეც ჩვენი სურნელია, ესეც ჩვენი სურნელია, რაც გახსენდება. ნანა, ძალიან ბევრი მსახიობის გამსმენია, რომ რაღაცა თეატრის სცენის მტვრის სუნი ხა მე არ ვიცი როგორია, მაგრამ მართლა რაღაც სურნელი აქვს თუ რა არის ეს მტვერი თუ თვითონ სცენა ესეთი მომხიბვლელი თუ რაღაც მართლა ისეთი სურნელი ტრიალებს იმ სცენაზე თუ რა არის მითხარი ერთი ამიხსენი. აი ხო მეც გამიგია რომ მტვრის სცენის მტვერს როცა შეისუნთქავს ადამიანი მე ძალიან ძნელია რომ განთავისუფლდე აქედან. ხო ნუ რა თქმა უნდა ეს შედარებითია ეს და რაღაცნაირად გამონათქვამია ესეთი. ხო, აბა რა აქვს ეს და მე მაგალითად პირადად სულ ვერიდებოდი იმას, რომ ჩემ შვილოს მაინც აი ესე არ შეესუნთქათ ეს მტვერი. ანუ კულისებში არ მომთხოვენ, მე კულისებს ააცილე. ხო, რომ მსახიობობა არ მომთხოვენ, არ მინდოდა მე ჩემი ისა მაქვს შეხედულება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე თვითონ რა თქმა უნდა დაავადებული ვარ ამითი და მახსოვს რომ რუსთაველის თეატრში ვიყავი ძალიან დიდი ხანი და როდესაც წამოვედი რუსთაველის თეატრიდან გადავედი სხვა თეატრში მოხდა ისე რომ რუსთაველის თეატრის სცენაზე გავედი რაღაცა ხდებოდა აღარ მახსოვს და მართლა არსებობს რაღაცა სუნი იქ სხვა სუნი იყო არა ზოგადად სცენის სუნი არამედ იქ იყო სხვა თეატრის სუნი ის იყო მტვერი თუ ის იყო რაღაცა სხვა უფრო სხვა რა დეკორაციები თუ კედლები თუ რაღაცა აღებავის სუნი დეკორაციის აღებავის აი მაგალითად ძალიან ისეთი სპეციფიურია ხო აი მაშინ თვითონ რა ქვია აი სადაც ინახება კოსტიუმები გარდერობებში და იქ რო შედიხარ იქ არის წარსულის ისტორიის რეკვიზიტები სადაც ინახება ნაურაჯა შეიძლება რომ წარსულის სუნი და მაგრამ ყველა კოსტიუმი რო კიდია იქ და რო შეხედავ რაღაც ყველა კოსტიუმს რო თავისი ისტორია აქვს ერთ სპექტაკლში მქონდა მახსოვს სუმბათაშვილ იუჟინის ნაქონი ესეთი პატარა ქისა რომელიც მეკიდა კამარზე და გაგიკვირდებათ რაღაცა სუნი ქონდა ამას რომელზეც და ეს იყო წლების წინ და დღესაც ხო მე შემრჩა ის პატარა სუვენირად დღესაც კი რაღაცა თავისებური სუნი აქვს თითქოს ესეთი სუნი ეხლა აღარაფერს არ აქვს არ ვიცი რა არის ეს ისტორიის სურნელია ისტორიის სურნელი ხო მეც ესე დავარქმევდი ამას და ეს ძალიან ძნელია განდევნო შენგან იმიტომ რომ ეს ისე შემოდის ისე იჟღინთება შენში ეს სურნელი რომ მე უკვე ეს გამოძრავებს კიდე ეს გარკვეულ რაღაცნაირად ძალაა შენში რომელიც სურვილის ძალა რომელიც შენ გაკეთებინებს და გამყოფებს სცენაზე წლების მანძილზე და თქვათ იმ პრობლემებს იმ დაბრკოლებებს იმ სირთულეს ყველაფერს ამას გატანინებს გეხმარება კარგი მხარე მისი ეს არის და ცუდი მხარე აქვს ის რომ თქვათ ვერ თავისუფლდები ამისგან შეიძლება ჩვენ ერთ დღეს გადაწყვიტო რომ აღარ მინდა მე მსახიობობა და მინდა სხვაგან წავიდეს თეატრში აღარ მინდა არსებ ძნელი ამისგან. ძალიან ძლიერია ეს და ზემოქმედებას ახდენს განსაკუთრებით. ძლიერი ენერგეტიკა აქვს, რომელიც გიჭერს და არ გიშვებს, ხო? გიჭერს და არ გიშვებს. ნანა, ეხა სანამ მოდი მე უნდა მოვიტანო ოხრახუში, ხო? ჩვენი სუპი მეგონი უკვე მზად არის. ეს არის შტრიხი. ბოლო აკორდი არის, მაგრამ ქვაფში ვაკეთებთ ოხრახუშს თუ აი ამ არა, ეს როცა გადმოვიტან ჩვენ დაჭრილი ოხრახუში გვაქვს და მე უნდა მოვაყაროთ. მაშინ შენ მოდი ამოიღე ახლა, ხო? კი ბატონო. მე მოგცემ შენ აქ ჩამჩას. ამოიღე ეს და მე მოვიტან ახლა ოხრახუშს. აბა გვეყოფა ეს ამდენი ოხრახუში, მე მგონი ბევრიც არ უხდება, ხო? კი, ბევრი არ უნდა, ხო. დავჭრი ხა წვრილად. ეხლა მე რა მინდოდა იცი? არა, იყოს არაუშავს. მე რა მინდოდა მე თქვა იცი კიდევ გოგრასთან დაკავშირებით. გოგრა თავისთავად რბილობად არაჩვეულებრივია, როგორც თქვით, ესე იგი, კიდევ ერთხელ რო გავიმეორო, მე მგონი ჩვენი მაყურებლისთვის ურიგო არ იქნება, აი ესე ჩავყარო, ხო? აი ასე ჩავყარო. და ეხა ზეთიც მოვასხათ. კი ბატონო. აბა გასინჯერტი მარილი თუ აქვს გემრიელად, ხო, უნდა გაუკეთოთ ეხლა მარილი ამაში.
ჩვენ ხო არ გავუკეთეთ, არა გაგაჩერეთ. მე გავაკეთე. გავუკეთე, კარგი ბატონო. მაგრამ ეს უკვე ვინც შეჭამს ყველას ინდივიდუალურად დავუმატებს, ზეთი შეგიძლია დავუმატო და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ესე იგი გოგრის დადებით თვისებებს. არაჩვეულებრივი დიეტური პროდუქტია. ძალიან კარგია მათთვის, ვისაც გულსიზრახთა სისტემა აწუხებს. არაჩვეულებრივია მათთვის, ვისაც ანემია აქვს. წარმოშობს, უწყობს ხელს წითელი და თეთრი ბურთულაკების წარმოშობას. იმუნური სისტემისთვის არის არაჩვეულებრივი და როდესაც მოდის პაციენტი, ნანა, რაღაც საოცრება, იცი, რაღაცა რატომაც გონიათ, რომ იმუნური სისტემა ეს არის რაღაც ერთი ორგანო, რომელზედაც შეიძლება რაღაც ზემოქმედება. არა და ეს არის მთელი სისტემა, გესმის და ამიტომ იმუნური სისტემა უცბად ასე რომ, აი, რას მეტყვით, რომ აი ზამთარი მოვიდა და იმუნური სისტემა გავაძლიერო, ხო? ანუ ავიმაღლო იმუნური სისტემა. ესეთი რაღაც არ ხდება მთელი წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიკვებოთ სწორად, რა თქმა უნდა ბოსტნეულით, რა თქმა უნდა ხილით, რა თქმა უნდა ბურღულეულით, მარცვლეულით, ანუ სწორად უნდა ვიკვებოთ და ეს უკვე ხელს უწყობს ჩვენი იმუნური სისტემის ამაღლებას და ერთ-ერთი მათგანი არის გოგრა. გარდა ამისა, გოგრა ხო სასარგებლოა, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა გოგრის თესლი და აი აქ მაქვს ეს გოგრის თესლი. ეხა იცით რა არის? ეს მოხალული ძალიან არ უნდა მოიხალოს. აი ოდნავ არც კი უნდა შეიცვალოს ფერი. განსაკუთრებით კარგია ორსულ ქალებში. აი, როდესაც უნებლიე აბორტი, ანუ ხდება შეწყვეტა ორსულობის, ხო? არავითარ შემთხვევაში, ვინც მთელი ორსულობის პერიოდში გოგრის თესლს მიირთმევს, შეუძლიათ რომ დაბქვან, მოაყარონ გოგრას, ან სალათებს მოაყარონ გოგრის თესლი, იმიტომ რომ მასში შედის დიდი რაოდენობით E ვიტამინი. და განსაკუთრებით მით უმეტეს ახლა თითქმის ყველა ადამიანმა, ყველა ორსულმა ქალმა იცის, მე მართალი ამას არ მივესალმები და არ მიყვარს, როდესაც წინასწარ იციან სქესი. ხო, რა, არ მიყვარს ეს, მაგრამ მათ ვინც იციან, ვინც არ იცის, მათაც უნდა მიირთვან, მაგრამ ვინც იცის, რომ ბიჭს ელოდება, აი მათთვის არის აუცილებელი გოგრის თესლი. რატო? იმიტომ რომ ის ნივთიერება, რასაც ქვია თუთია, ბიჭებს, მამაკაცებს განსაკუთრებულად ესაჭიროება, იცი? და ამიტომ ბიჭები ყოველთვის სუსტები იბადებიან ხოლმე და ამიტომ აი ამითი ხელი უნდა შეუწყოთ მათ ჯანმრთელ ორგანიზმის ჩამოყალიბებას და ძალიან კარგია. ამას თუ ოდნავ მოვხალავთ, დავქვავთ, როგორ საფქვავშიაც გინდათ. მე მაგალითად აი ესეთი საფქვავი მაქვს, შეიძლება ელექტროსაფქვავის, დავქვათ და ყველა კერძს არ აქვს მნიშვნელობა, სალათები იქნება, ეს სუპი იქნება, გოგრა იქნება თუ სხვა ხილი იქნება, თაფლთან ერთად ნუგბარად შეგიძლიათ მიირთვათ ის. ასევე სასარგებლოა ძალიან ნიგოზიც და ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ ახლა ჩვენ და მე მინდა რომ აი გითხრათ რომ რა შემთხვევაში კარგავს გოგრა თავის სასარგებლო თვისებებს. თუ ჩვენ გოგრას ჩავდებთ წყალში, არა ორთქლის ქვაბში, როგორიც აი ხა ჩვენ გვაქვს მომაწოდე ნანა ეს და ორთქლის ქვაბი, სპეციალური ორთქლის ქვაბიც არსებობს, მაგრამ კიდე არსებობს, იცით, აი ქვაბში ჩასადგმელი ყვავილივით იხსნება ესე. ჩავდგავთ ქვაბში. ეხლა მე ამაში, არა, იყოს მანდვე ავანთებ. აი აქ ამას აქვს, აი ესეთი ნაჩვრეტებიანი, ქვემოთ ამაში ასხია წყალი და ეხლა აქ ზემოდან ვდებთ ამ გოგრას. და მოვხარშავთ გოგრას. თუ ჩვენ ორთქლზე მოვხარშავთ გოგრას, აბსოლუტურად ყველა თავის სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, თუ გამოვაცხობთ აერღუმელში, მაშინაც ინარჩუნებს, თუ ჩვენ სუპს გავაკეთებთ, მაშინაც ინარჩუნებს, მაგრამ რაც მთავარია, აი წყალში არ უნდა მოვხარშოთ ხოლმე. აი მაშინ უკვე თავის თვისებებს ნაწილობრივ კარგავს. ეხლა მე ამას ჩავალავ. ჯერ ისეთი წყალ-წყალა ხდება რაღაცნაირი და კი, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კარგავს. მე ეხლა ამას ავანთებ. ამას აი აქ არის წყალი ასხია, ეს წყალს არ ეხება, დავახურავ თავს და მოიხარშება ჩვენი გოგრა. ეხლა მე კიდევ მინდა რა ვასწავლო, იცი ნანა, არ ვიცი შენ იცი თუ არა, მაგრამ ჩვენს მაყურებელს მინდა ვასწავლო, რომ უმი გოგრის წვენი რამდენად სასარგებლოა, რომელსაც ჩვენ გავწურავთ აი ესე წვენსაწურში.
ესე იგი დავჭრით გოგრას, ოღონდ აქ ამ შემთხვევაში აუცილებლად კანი უნდა მოვაცილოთ, მხოლოდ რბილობი, უმი გოგრის და რისთვის არის საჭირო? კუჭნაწლავისთვის არის არაჩვეულებრივი საშუალება და მე პროპორციებს გეტყვით და განსაკუთრებით ბავშვებში. ბავშვებს ხშირად აწუხებს მეტეორიზმი და აწუხებს მუცლის ტკივილი. ასევე ზრდასრულ ადამიანებსაც აწუხებს მეტეორიზმი და არანაკლები პრობლემაა სხვათა შორის, ვიდრე სხვა დანარჩენი დაავადებები. და როგორ უნდა გავაკეთოთ? 3-4 სუფრის კოვზი გოგრის წვენი, ახლად გამოწურული, ოღონდ მოუხარშავი გოგრის წვენი. უნდა გავაზავთ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში და ის დავლიოთ. აბსოლუტურად, ესე იგი, აი აირების მოძრაობას ნაწლავებში, ანუ იცით რა დროს ჩდება ხოლმე ეს მეტეორიზმი და აირები რა დროს, როდესაც არასწორად ვიკვებებით, მაშინ მიდის ნაწლავებში ლპობითი პროცესი. და ეს არის მანიშნებელი, რომ არასწორად ვიკვებებით. ეს არის სიგნალი იმისი, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს კვების რაციონს, მის შემადგენლობას, რამდენად სწორად არის მომზადებული ტექნოლოგიურად ინგრედიენტები ერთმანეთთან, რამდენად ქიმიზმზე რო ვისაუბრეთ, ხო? რამდენად ქიმიურად ერთმანეთს ერწყმის და ესე იგი თანხვედრაშია. და როდესაც იწყება, ესე იგი, მეტეორიზმი, ეს უკვე მანიშნებელია იმის, რომ ჩვენ არასწორად ვიკვებებით და ბავშვები ძალიან ხშირად არასწორად იკვებებიან, იმიტომ რომ მშობლებმა თუ არ კვებეს სწორად ბავშვები, თვითონ ვერ მიხვდებიან ამას. ეხლა მე მინდა კიდევ, სანამ ჩვენი გოგრა მოიხარშება, ერთი ძალიან კარგი ნუგბარი გასწავლოთ, რომელიც შენ შვილებს ძალიან მოეწონება დარწმუნებული ვარ, ეს არის გოგრის მარმელადი. ნანა, წარმოიდგინე, ახლა რას ვაკეთებთ? მე ზუსტად მინდა, ესე იგი, მოგვისმინოს ჩვენმა მაყურებელმა და შენს დაიმახსოვრე და მერე უკვე ჩაგაწერინებ ცალკე, კი? ავიღოთ უმი გოგრა, მოვაცილოთ კანი, დავჭრათ პატარ-პატარა ესე ნაჭრებად და გამოვწუროთ წვენ საწყურში. ნახევარი ჩაის ჭიქა გვჭირდება გოგრის წვენი. დანარჩენი ნახევარი ჭიქა უნდა შევავსოთ წყლით. მერე ჩავასხათ ეს რაღაც როგორ მაშიაც გინდათ, უფრო ქვაფში, იმიტომ რომ მერე უნდა გავაცხელოთ ცოტა. უნდა დაუმატოთ აი ამ მე პროპორციებს გეტყვით ახლა, აი ამ ერთ ჭიქაზე როგორ უნდა, ხო? ესე იგი, ნახევარი ჩაის ჭიქა გოგრის წვენია, უმი გოგრის წვენი, ნახევარი ჩაის ჭიქა არის წყალი, აურიეთ და მე აი ამაში მიყრია ჟელატინი. ჟელატინს ავიღებთ 1 ჩაის კოვს. აი ერთი, აი ამდენი და კიდევ აი ამდენი ჟელატინი. და ჩავასხათ ამ წვენში, ცივ წვენში და გავაჩეროთ, სანამ ჟელატინი გაფუვდება. აი ხო გაფუვდება ეს ჟელატინი, არა? მერე უნდა დაბალ ცეცხლზე მოურიოთ, ისე რომ არ ადუღდეს, მივიყვანოთ ადუღებამდე, ოღონდ სულ უნდა ურიოთ. აი, როდესაც უკვე სულ ურევთ აბსოლუტურად ამას, ერთგვაროვანი მასა გვექნება. გვაქვს უკვე მოხარშული გოგრა. ჩვენ აი ამის შე რომ მოყევი, ნანა, რომ აბლენდერებ, ხო, რო აბლენდერებ ხოლმე. აი ესე დავაბლენდერებთ ცოტას. აი ხა დავუშვათ ერთ ჩაის ჭიქაზე, აი ამ ხელა ნაჭერი მოხარშული გოგრის სრულებით საკმარისია. ამოვიყოთ ეს ცოტა, თუ გინდა დავაბლენდეროთ უბრალოდ ერთგვაროვანი რო გამოვიდეს და არ მოხდეს ისე არ დაიკუშტოს. შეურევთ აი ამ ჩვენს წვენში. დაუმატებთ თაფლს. თუ გნებავთ რომ მარმელადი გამოვიდეს ღია ფერის, კი ბატონო, ცაცხვის თაფლი შეგიძლიათ შეურიოთ, გემოვნებით, არა შაქარი, ნანა. არავითარ შემთხვევაში, არამედ თაფლი. ეს უკვე როცა გამოვთავთ გაზ და ოდნავ კი არა, კარგად შეგრილდება. შეგრილებულში უნდა ჩავასხათ თაფლი. გემოვნებით. ეხლა თქვენ შვილებს როგორი სიტკბოც მოსწონთ, უფრო მეტად არიან მიდრეკილი ტკბილისკენ, კი ბატონო, გავუყეთეთ თაფლი. არანაირი პრობლემა არ არის, ფუტკარიც მოვიდა თაფლის სცენება, დავიწყეთ თუ არა გააჩნდა. მოვიდა ჩვენთან არის ფუტკარიც, თავს დაგტრიალებს, ხო არაფერი გვეშლება. როგორც დაბარებული. ხო, როგორც დაბარებული, ხო არაფერი გვეშლება და
აი ამას ყველაფერს ამასაც აურევთ, თაფსაც აურევთ და მერე ჩავასხავთ რაღაც ფორმაში, სულ რო გაცივდება, შევდგათ მაცივარში, მერე შეგვიძლია დავჭრათ, ლამაზად და მივართოთ. მე იცი რა, წინასწარ მაქვს უკვე გაკეთებული. აი სიურპრიზი გაგეკეთე. მარმელადი წინასწარ მაქვს გაკეთებული წინასწარ. ნანა. მე მინდა გამოვიტანო და ესე იგი გაჩვენო უკვე ჩემი ნახელავი მარმელადი. ხო, თორე უკვე გული გამეწურა რო ხო და სხვათა შორის აი ის მარმელადი რაც მე გავაკეთე გოგრისგან რა რეცეპტიც მე თქვენ ჩაგაწერინეთ ისეთივე წარმატებით შეგიძლიათ გააკეთოთ ბავშვებს უფრო ფერადი უყვარს აი დავუშვათ გოგრისგან გააკეთებთ ყვითელ მარმელადს ალადასტურისგან ყურძნისგან ზუსტად ისე ოღონდ ნაკლები უნდა თაფლი იმიტომ რომ იმას თავისი გვაქვს ხო მსხლისგან შეგიძლიათ გააკეთოთ. ანუ ნებისმიერი ხილისგან შეგიძლიათ გააკეთოთ მარმელადი და ეს რატო გვაქვს ნანა ეს რისთვის გინდა? სხვა მინდა აღვნიშნო რომ მარმელადი აი ჩვენ ბავშვობაში უფრო ისეთი ის იყო ნუგბარი მისაღები იყიდებოდა უფრო მეტად ჯანსაღი და ჯანმრთელია დაჩაგრულია შოკოლადებმა დაჩაგრა რა თქმა უნდა ეს რისთვის გვაქვს და მეც მაქვს ჩემი მოგრძალებული ნუგბარი რატო მოგრძალებული გვაჩვენე მე ახლა მოვიტან ჩემს იმას კი ბატონო მაგრამ მე მოვყვება ჩემი ნუგბარი, როდესაც აი თქვა მივირთვეთ გოგრის სუპს და რაღაცა გადავწყვიტეთ რომ ნუგბარიც იყოს გოგრის. აი არაფერი ძალიან მარტივია. ვიღებთ გოგრას, აი ესეთ ბოხაშულ გოგრას. აქ შაქარს არ ვაყრით, მაგრამ შაქრის შემცველი ბევრი რამ არის, ესეთი ნატურალური შაქარი. ეს არის მოვაყაროთ ესეთ ქიშმიში, რამოდენიმე შეგიძლიათ კანი გააცალოთ და თქვა აი ესე უკანოთ მარტო ბილობი და ალაგოთ მე უბრალოდ პატარა ნიმუში მინდა გაჩვენო თქვენ აუცილებლად აი ეს გოგრის თავისივე ისინი თესლი რომელიც როგორც აღნიშნეთ E ვიტამინის წყაროა და ძალიან სასარგებლოა ეგეც სწორია ნანა და ნიგოზი მე უკვე გავატარე ნიგოზი რომელიც არის თავს არ უკეთებ აუცილებლად ოღონდ თავს მერე უნდა მოვასხა ზემოდან აი ესე იხსნება კი ეს ესე იხსნება აი ესე მოვაყრი ესეც სწორად აკაქვს ნანა შენ კი არაფერი შენიშნა არ მაქვს მოსწავლე ვარ ძალიან დიდი იშვიათობა არის რომ ძალიან დიდი იშვიათობაა რომ ადამიანმა ასე სწორად გააკეთოს აი ეს თაფლი ავიღოთ და აი ცოტა ჩემს რჩევადარგებებს უკვალოდ არ ჩაუვლიან არა ხო იყენებ როგორ არ ვიყენებ და არა მარტო მე ვიყენებ სხვასაც მოძღვრავ ხოლმე ძალიან კარგი და ამასთან ერთად კიდევ შეგვიძლია მე დიდად არ ვეტანები მაგრამ აი ეს ცუკატები მაგისთვის გინდა კი აი რამოდენიმე ცალი. აი მანდ პატარა შენიშვნას გაგიკეთებ. კი ძალიან ლამაზია ეგ. აი მე რო ვთქვი რომ აი ყურძნის მარმელადი, შავი ყურძნის მარმელადი, ყვითელი, ნახეთ რა კარგია. კიდე მსხლის, აი უბრალოდ აი ესე ცუკატები შეგიძლიათ დაჭრა და აი მაშინ ნამდვილად იქნებით დარწმუნებულები რომ თქვენ შვილებს ძალიან ჯანსაღ და კარგ პროდუქტს აძლევთ. ცუკატების მაგივრად ჩავანაცვლოთ ეხლა ჩვენ კარგია. ხო, იმიტომ რომ ცუკატები მაინც არ ვიცი თქვა. ბოლომდე დარწმუნებულები არა ვართ რომ რა. მაინც შაქარი ფიგურირებს ცუკატებში, ხო? ეხლა ჩვენ თაფლით არავინ არ გაგვიკეთებს მაგ ცუკატებს და ამიტომ დედებს ვეტყოდი, რომ იცით რა, ცოტა სიზარმაცე გვერდზე გადავდოთ. მზა პროდუქტი უფრო ნაკლებად, იმიტომ რომ მზა პროდუქტი ძალიან ადვილი გასაკეთებელია, მაგრამ ძალიან რთულია მერე ბავშვების მკურნალობა, როდესაც უკვე ჩამოყალიბდება დაავადებები და ერთი წუთით ეჭვი არ გეპარებოდეთ, რომ თუ კი თქვენ შვილებს რამე პრობლემა აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არასწორი კვების შედეგია. ყველაფერი მოდის არასწორი კვებიდან და ამას კიდევ ემატება ფსიქოემოციური ფონი, რომელიც აუცილებლად ბავშვებს უნდა ნორმალური ფსიქოემოციური ფონი შეუქმნათ გარემო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაავადება აქედანაც გამომდინარეობს და ცოტა მოზაიკას დაემკვანა. აი, რა ლამაზია, ხო? ეხლა მე მინდა ეს გადმოვაბრუნო, რამდენად ეხლა კარგად მოვაცილე კედლებს. მე მგონი კარგად მოვაცილე, ნანა, შენ როგორ ხედავ ეხლა ამას?
გაჭრილი გადმოვიდა და ამასაც ამოვიღებ ტორტის სასაღებით კი. ვარა, საინტერესო რა. ნახეთ ახლა დანასად არის მჭრელი დანა, სადღაც წავიღეთ ჩვენ. მჭრელი დანა, კი. მჭრელი დანა აქ გვაქვს. ესე იგი, მე რო ვთქვი ახლა, ვეღარ მოვასწარი ელემენტარულად ნანაიცი შენ რო გელოდებოდი, რაღაც ფორი აქობდი და ეს გავაკეთე, იმიტომ რომ შემეძლო ჩვენი ეზოს ეს ალადასტურის მარმელადიც გამეკეთებინა და შენ წარმოიდგინე რა ლამაზი იქნებოდა ყვითელი, შავი. კიდე რა შეიძლებოდა ისეთი ფერადი, ეხლა რაც არის თეთრით შეიძლება მსხლის მარმელადის გაკეთება. კი, მაგრამ მე საერთოდ მიყვარს ყველა როცა რა ტონები დაცულია. დაცულია, ხო. აი ნახე რა ლამაზი არის. შეხედე რა ლამაზია, მოდი. მაგრამ შენ არის ახლა ეს რა გემრიელია, აი რო გასინჯა. ამას შეიძლება უწოდოთ ფელამუშიც. გოგრის ფელამუში, რომელიც გაკეთე, ნახე ახლა რა ხდება. გოგრის ისა საერთოდ ზოგადად ფელამუში უკეთებთ ფქვილს. ჭადის ფქვილს, პურის ფქვილს, ზოგი მარტო პურის ფქვილზე აკეთებს. კახეთში მაგალითად მარტო პურის ფქვილზე აკეთებენ. დასავლეთში მარტო ჭადის ფქვილზე აკეთებენ და თბილისში რახან შუაშია ცენტრი, ხო? ნახევარი ჭიქა ჭადის ფქვილს უკეთებენ და ნახევარი ჭიქა. თუმცა მე მაინც ჭადის ფქვილს არა, ის ანაზებს, იცი ცოტა პურის ფქვილი და ჭადის ფქვილი ერთმანეთში, მაგრამ ვისაც ყუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა აქვს, იცი, ცოტა გულძმარვას იწვევს ფქვილზე გაკეთებული და არც არის დიეტური, მართალი გითხრა ფელამუში, იმიტომ რომ ცოტა დიეტური არ არის, იმიტომ რომ იქ არის ფქვილით ძირითადად დატვირთული და ჟელატინი უნდა გითხრათ, რომ ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის არის დიეტური, ამაში ფქვილის ნასახი არაფერი არ ურევია. თამამად შეიძლება ჩამოვისეთ ნებისმიერმა ადამიანმა ჭარბწონიანმა მოიცადე ეხლა მე უკეთეს კიდე აი აქ აი ესე ნიგოზები მოვაყაროთ და აი ამაზე კარგს ეხლა თქვენთან სტუმარი რომ მოვა თუნდაც სტუმარი ეს ხო აბსოლუტურად განსხვავებულია ის ანეკდოტი გამახსენდა შურჩხელაო არ მიყვარსო და რატო ესე ქიშმიშებიც მოვაყაროთ ფელამუშიო ხო გიყვარსო კიო და ისო თათარაო მიყვარსო აბა ძაფი მეც არ მიყვარსო აბა ძაფი აბა მოვაყაროთ ახლა ესეც და ეს არის მე შემიძლია ვთქვა რომ ეს არის ჩემი გამოგონილი ექსკლუზივი და შეგიძლიათ დაარქვათ ასმათის მარმელადი იმიტომ რომ ყველაფერი მოვიძიე არსად მსგავსი არ მინახავს. აი ესე მოვიფიქრე რა. საავტორო უფლებები? ხო, საავტორო უფლებებთან დაკავშირებით მომართეთ მე. ჩვენ შეგვიძლია იცი. და მე რო გავხდი ამის მოწვე, როცა შედგა პრემიერა ამ მართლა. ძალიან საინტერესო არაჩვეულებრივი დიეტური გემრიელი. სცენაზე რო გაქვთ პრემიერები, ხო? სცენაზე რო გაქვთ პრემიერები, ნახე შავიც მოვხდა. შავი ქლიავი. მეც მაქვს ჩემი პრემიერები, ისე რომ ძალიან დიდად დაცილებული შენგან. არა, რა ვიცი, შემიდა რომ რამე კერძს გააკეთებს ყოველ სიძახის, რომ როდესაც აქებ ძალიან მხარია ეს და მეუბნება, იცი, დაახლოებით იგივე შენ რამე როლს რო ითამაშებოდა, მოდიან და კომპლიმენტებს გეუბნებიან. დაახლოებით ესეთი შეგრძნება. ესეთი შეგრძნებაა კი და თან შენ რო იმპროვიზაციის უნარი გაქვს და ნიჭი გაქვს, ვფიქრობ რომ აი ჩვენო პატივცემულო მაყურებელო მე და ნანა შონია დღეს მოგიწვენით ძალიან გემრიელი, სასარგებლო სხვადასხვა კერძი, სხვადასხვა ვარიაციებში და ჩვენ დღევანდელ გადაცემას შეგვიძლია უწოდოთ ვარიაციები გოგრის თემაზე. და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც თქვათ ჭირდება დიეტა და ჯანსაღი კვება. ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს და ვინც ჯანსაღ კვებაზეა ორიენტირებული. მირთვით და იყავით ჯანმრთელები. ნებისმიერ შოკოლადს მე პირადად ეს მისდევ. ნანა გასინჯე? აბა გასინჯე. აბა გასინჯე, ჩანგალს მოგართმევ ეხლავე. ჩემო კარგო. შეიძლება. აბა გამისინჯე. როგორია? თაფლი აქ შიგ, თაფლი სასარგებლოა. ჟელატინი გადასარევია. არა, მარსა არაჩვეულებრივი. ა? ძვირფასი. ამბავი. ჩვენ გვპირდებით, რომ როგორც კი გადაცემას დავასრულებთ, ავითვისებთ ჩვენს მიერ ძალიან გემრიელ, ჯანმრთელ და სასარგებლო პროდუქტს. მოგბაძეთ ჩვენ, გააკეთეთ თქვენს და აბა ნახეთ. მართავს გეუბნებით თუ არა, მოგეწონებათ თუ არა, ეგ ვატყუებთ, არა? ხო, იქნებოდა ხო.
იქნებოდა ტყუილები თქვი რამდენი ხანი. ამიტომ ეხა შეგვამოწმეთ და შეაფასეთ ჩვენი ნახელავი. აბა ცოტა ისეთი რამე თავზეც კი შემოიდგა. კიდე შეგიძლია ესე შემოხვიდეს სტუმრებთან და თავი იმიტომ მოიწონო. რომ იმათ ხო არიციან მე რა მომაქვს და იმდენად თვითონაც ორიგინალურია რომ თუ გამოიცნობენ კარგი ორიგინალური იქნება. ნანა მე ყველა ჩემ სტუმარს ჩემთან მოსულ სტუმარს ჩემგან ვისტუმრებ პატარა საჩუქრით. ეს პატარა საჩუქარი არის აი ეს რაშიაც მოთავსებულია ჯანმრთელობის 10 მცნება. შენ ალბათ ბიბლიური 10 მცნება გადასარევად იცი, მაგრამ ჯანმრთელობის 10 მცნება, რისგან შედგება, შენ აი ამას სახში რომ მიიტან, როდესაც წაიკითხავ, სულ თვალსაჩინო ადგილას გქონდეს და თუ აი ამ წესებს დაიცავ, მე ვარ გარანტი იმისი, რომ შენ არასოდეს ჯანმრთელობა არ გიღალატებს. დიდი მადლობა. არაფრის ჩემო თავარია ჯანმრთელობა და რა თქმა ესე იგი დღევანდლამდე მე არ მქონდა ეს შესწავლილი ეს ჯანმრთელობის ათიმცნება უბრალოდ მე კი ვიყავი ქალბატონ ასმათის ესეთი მორჩილი მოწაფე მაგრამ ორ შემთხვევაში ესე ჩამოყალიბებულა ხო იცი არა კატა არასდროს არასწავლის ხეზე აზრომას კი ისე რომ რაღაცა მეც ჩემთვის მოვიდა ეს შეიძლება თქვათ რომ ეს არის ხეზე აზრომა ეს არის ხეზე აზრომა იმიტომ რომ ყველაფერი აქ არის თავ მოყრილი თუ როგორ უნდა იყო ჯანმრთელი დიდი მადლობა ეს ჩემგან ეს დიდი მადლობა დასაშუქრებულით მივიდივარ აქ